10 და 11 მაისს ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩინეთის წარმომადგენლები ერთმანეთს შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში შეხვდნენ. ამერიკულ დელეგაციას ხაზინის მდივანი სკოტ ბესენტი და სავაჭრო საკითხებში შეერთებული შტატების წარმომადგენელი ჯეიმისონ გრირი ხელმძღვანელობდნენ, ხოლო ჩინეთისაც ვიცე-პრემიერი ხელი ფენგი. ორდღიანი შეხვედრები სატარიფო მოლაპარაკებებს ეხებოდა. მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინურ იმპორტზე 155%-იანი ტარიფი დააწესა, პეკინსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობა უფრო მეტად დაიძაბა. ჩინეთის მიერ ამერიკულ იმპორტზე საპასუხო 125%-იანი ტარიფის დაწესებამ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ხრამდე მიიყვანა. მოლაპარაკებების დაწყებამდე მხარეები კომპრომისზე წასვლას გამორიცხავდნენ, თუმცა სამიტის შემდეგ დელეგაციის წევრებმა დამაიმედებელი განცხადებები გააკეთეს. Good afternoon. I'm happy to report that we made substantial. მოხარული ვარ განვაცხადა, რომ მივაღწიეთ პროგრესს შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის ძალიან მნიშვნელოვან სავაჭრო მოლაპარაკებებში. პირველეს ყოვლისა, მადლობა მინდა გადაუხადო ჩვენს მასპინძელს, შვეიცარიის მთავრობას ამ ფორმატის შემოთავაზებისთვის. ფიქრობ, სწორედ ამან განაპირობა, რომ შედეგს მივაღწიეთ. დეტალების შესახებ ხვალ ვისაუბრებთ. We will be giving details tomorrow. ჟენევაში სატარიფო მოლაპარაკებების დაწყებამდე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით ჩინეთზე დაწესებული 155%-იანი ტარიფი 80%-მდე შემცირდა. ტრამპის თქმით, ამ გადაწყვეტილებით მას სავაჭრო ომის დეესკალაცია სურს. მედიასთან ისაუბრა ჩინური დელეგაციის ხელმძღვანელმა ხელი ფენგმაც. მისი თქმით, მხარეები შეთანხმდნენ საკონსულტაციო მექანიზმის შექმნაზე, რაც აუცილებელია სავაჭრო და ეკონომიკურ საკითხებზე დისკუსიების გასამართად. ორი მხარე შეთანხმდა ჩინეთ-ამერიკის საკონსულტაციო მექანიზმის შექმნაზე, რათა სავაჭრო და ეკონომიკურ საკითხებზე შემდგომი დისკუსია გაიმართოს. დავასახელეთ წამყვანი პირები ორივე მხარეს და ამ საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციებს მათთან გავაგრძელებთ. მხარეები უმოკლეს ვადაში დაასრულებენ დეტალებზე შეთანხმებას, რის შემდეგაც 12 მაისს ერთობლივ განცხადებას გავავრცელებთ. ჩინეთის დელეგაციამ აღნიშნა, რომ სავაჭრო ომებს გამარჯვებული არ ჰყავს, თუმცა სიტუაციის ესკალაციისთვისაც მზადაა. ჩინეთის პოზიცია სავაჭრო ომთან დაკავშირებით მკაფიო და თანმიმდევრული იყო. ჩინეთს არ სურს სავაჭრო ომი, რადგან მას გამარჯვებული არ ჰყავს. თუმცა თუ ამერიკის შეერთებული შტატები დაჟინებით მოითხოვს ამ ომს ჩვენს წინააღმდეგ, ჩინეთს არ შეეშინდება და საკუთარი ინტერესების დასაცავად ბოლომდე იბრძოლებს. დელეგაციის წევრები შეთანხმების დეტალებზე ერთობლივ განცხადებას 12 მაისს გაავრცელებენ.